დათო ტურაშვილი ადიგენის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა. მწერალმა ახალგაზრდებს თავისი ორი წიგნი ჯინსების თაობა და ტყეების მეფე გააცნო და ნაწარმოებების მნიშვნელობაზე ისაუბრა. დათო ტურაშვილმა მოსწავლეებს ლიტერატურის სიყვარულისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდების ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებაში დიდ როლს სწორედ წიგნი თამაშობს. შეხვედრის მონაწილეებმა კი მწერალს მათთვის საინტერესო თემებზე კითხვები დაუსვეს და სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით დათო ტურაშვილს საკუთარი შეხედულებები გაუზიარეს. შეხვედრას ორგანიზება კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითმა ცენტრმა გაუწია, რომელიც პროექტ ჰორიზონტის გაფართოება გაუმჯობესებული არჩევანი ქალთა და გოგონათა პროფესიული და ეკონომიკური განვითარებისათვის ფარგლებში, Mercy Corps-ისა და USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. დათო ტურაშვილი ჩამოსული, ძალიან მომეწონა შეხვედრა, საკმაოდ კარგად ჩაიარა და, რა ვიცი, წაკითხული მაქვს ჯინსების თაობა. ძალიან კარგი ის არის და ვისურვებდი კიდევ ერთხელ რომ შევხვედროდი ამ ადამიანს და გავსაუბრებოდი უფრო ახლოდანაც. გადასარევი ადამიანები და გარდა იმისა, რომ ლამაზები ჭკვიანები, როგორც ყველგან ახალგაზრდები და რაც თავარია, ძალიან მომეწონა კითხვები, ძალიან საინტერესო იყო და ძალიან კარგი რომ გვაქვს საშუალება წიგნებზე ლაპარაკის და ლიტერატურაზე ლაპარაკი და რაც ადრე დაიწყებენ წიგნების კითხვას და რაც ადრე შეუყვარდება წიგნი და ლიტერატურა, უფრო უკეთეს ქვეყანა გვექნება, თვითონაც უკეთესი ადამიანები იქნება. ძალიან გვიხარია ზოგადად ესეთი წარმატებული ადამიანების ჩამოყვანა რეგიონში და მათი გამოცდილების გაზიარება, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი ადგილობრივი ახალგაზრდობის მოტივირება ამ მიმართულებით, მათთვის განათლების მნიშვნელობის დანახება, რაოდენ მნიშვნელოვანია და განსაკუთრებით 21 საუკუნეში და ძალიან გვიხარია, რომ ეს დაგეგმილი ღონისძიება გამოგვივიდა.